ქალბატონო ნონა, თქვენი აზრით, როდესაც დაიკარგა, მას შემდეგ რაც დაიკარგა დამატებით ასეულობით სოფელი ჩააბარეს მტერს. ყვითელი ავტობუსებით შემოყვანილი წვევამდელები მიატოვეს და გაწირეს მათი სიცოცხლე. თქვენი დინებით გამოასწარით და რომ არა დედა თქვენის თავგანწირული, ასე ვთქვათ, უკანასკნელი, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება დედას შვილთან საუბარში შეიძლება გქონდეს რომ შენ თვალწინ მოვიკლავ თავს თუ არ უშველი თავს და არ დამტოვებ. ამაზეც კი რომ წავიდნენ მშობლები იმისთვის რომ თავიანთი ახალგაზრდა შვილები გადაერჩინათ. ასე გამოასწარით. დაიკარგა ყველა და ყველაფერი რაც შეიძლება სახელმწიფომ დაკარგოს ომის პირობებში. წამოხვედით თქვენ და თბილისში არანაირი ხელშეწყობა არ დაგახვედრათ ხელისუფლებამ და თბილისელების და კერძო პირების ინიციატივების წყალობით ზოგი კვილის ჯაგრის აგროვებ და ზოგი ბავშვისთვის ელემენტარულ ჩასასვლელს თუ გამოსაცვლელს. აი ამ პირობებში ჩვენ ყველანი მომსწრენი შევიქენით კონცერტის სადაც სააკაშვილმა იზეიმა გამარჯვება. ამდენი წლის მერე ახლა მაინც ხომ არ გაიგეთ რას ზეიმობდა სააკაშვილი და თქვენი აზრით რა მიზანი ჰქონდა ამ ზეიმს? რა იყო ეს? რა სახელს არქმევთ დღეს თქვენ ამდენი წლის მერე ამ ყველაფერს? ან თქვენ თუ მიხვედით იქ? არა, მე პირადად ვერ მივიდოდი და არ მივიდოდი ბატონო სოზარ იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის ეს ზეიმი არ იყო ზეიმი. ჩემთვის ზეიმი იქნება, როდესაც მე დავბრუნდები ცხინვალში, ჩემს სოფელში და ამდენი წლების მერე ჩემს მიცვალებულების საფლავზე მექნება საშუალება, რომ ერთი კვერცხი წითელ პარასკევს ერთი კვერცხი მაინც გადავაგორო და დედის ცხედარი გადავასვენო იქ სადაც მისი სურვილი იყო, რომ გასვენებულიყო. სადაც ყოფილიყო მისი სამუდამო გასასვენებელი. თუ კი ამის შესაძლებლობა მექნება, ზეიმი იქნება ჩემთვის მაშინ, როცა ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, თუ არა. 12 აგვისტოს სააკაშვილის ხელისუფლება რას ზეიმობდა, თავიანთ გადარჩენას ალბათ. თვითონ რომ გადარჩნენ და თვითონ რომ დაშნენ ხელისუფლებაში. იმ პერიოდში სხვა მათსაზეიმო არაფერი არ ქონდა და არც ნამდვილად 150 ქვაღორღიანი სოფელი არ ყოფილა ის, რომელიც დაიკარგა თურმე მაშინ. ნამდვილად არ ყოფილა ქვაღორღიანი სოფელი. თუნდაც ქვაღორღიანი ის ქვა მისჩევნია მე მაგალითად ბევრის მაგრამ ის ნამდვილად არ ყოფილა ქვაღორღიანი, ის იყო მადლიანი ადგილი, რომელიც დაიკარგა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ჩემთვის საქართველო იწყება ცხინვალის რეგიონიდან ბოდიშით ამ გამოთქმაზე, მაგრამ თავდება ცხინვალის რეგიონში. იმდენად მიყვარს მე ჩემი არე, ჩემი კუთხე, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.